გამარჯობა. Როგორ ფიქრობ, რა ღირს შენი სიცოცხლე? 100,000? იქნებ მილიონი. დიდი ალბათობით იტყვი, რომ ადამიანის სიცოცხლეს ფასი არ აქვს და გარკვეულწილად მართალიც იქნები. მაგრამ ჩვენ სამყაროში ყველაფერს აქვს თავის ფასი. ისეთ რაღაცებსაც, რასაც ერთი შეხედვით არ უნდა ჰქონდეს. როდესაც მოსამართლე წყვეტს რამდენი გადაუხადოს დაღუპულის ოჯახს. როდესაც ექიმი ირჩევს, ვისი სიცოცხლე უფრო პრიორიტეტულია. როდესაც მთავრობა წვიტავს, რამდენი გული დაიბრუნოს შენი გადასახადებით. მაშინ შენი ცხოვრება წყვეტს აბსტრაქტულობას და სტატისტიკის ნაწილი ხდება. ზოგადად ცხოვრება ძვირის სიამოვნებაა და პირველი ამოსუნ თვით კი არ იწყება, არამედ პირველი გადასახადით. საქართველოში მშობიარობა 500 ლარი ჯდება. საკეისრო კვეთა 800. მაგალითად, თუ შევადარებთ ამერიკის შტატ ჯორჯიას, სადაც $13,000 ჯდება მშობიარობა, გამოვა რომ იგივე ფასად 70 ჯერ შეგიძლია საქართველოში იმშობიარო. შემდეგ მოდის ბაღი, სკოლა, განათლება. კერძო ბაღის ღირებულება საქართველოში 200 ლარიდან იწყება თვეში, ხოლო კერძო სკოლის დაახლოებით 6500 ლარიდან წელიწადში. და ეს ყველაფერი იქამდე სანამ გამომუშავებას დაიწყებს. ადრე ბევრად მარტივი იყო გაგიგო ადამიანის ფასი, რადგან უბრალოდ შეგეძლო მისულიყავი და ადამიანი გეყიდა. მაგალითად, მე-17 საუკუნეში ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი წერდა, რომ კავკასიაში მამაკაცის ყიდვა შეგეძლო 15 ეკიუდ. რა ფასათაც დაახლოებით 2 ძროხა მოგივიდოდა ან 1 კარგად მოვლილი ცხენი. გოგონები 20 ეკი უღირდა, ქალები 12, ასევე შეგეძლოთ ბავშვები გეყიდათ 3-4 კიუდ. იაფი ღირდა, რადგან ჯერ მუშაობა არ იცოდნენ, მოგიწევდათ რომ გაგეზარდათ და შეიძლება სრულწლოვნებამდე ვერც მიეღწიათ. ასევე მეპატრონეებშიც რთულად იყო საქმე, რადგან შეეძლოთ ისე მოქცეოდნენ თავის გლეხებს, როგორც უნდოდათ. მაგალითად, შეეძლოთ ცოლი წაერთმიათ, ან ბავშვი გაეყიდათ, ანაც თუ უნდოდათ მოეკლათ გლეხი, რადგან უბრალოდ შეეძლოთ. ზოგადად გასაკვირი არ იქნება თუ ვიტყვი, რომ საშინელი ცხოვრების გავლა უწოდათ მონებს. ამერიკაში მეპატრონეებს საერთოდ ყველაფრის უფლება ჰქონდათ. მონები ჩვეულებრივი საგანივით იყვნენ მათთვის. მაგალითად, ცნობილი მონათმფლობელი ტომას თისლვუდი 36 წლის მანძილზე ყოველდღურად აწარმოებდა დღიურს და ამ დღიურში წერდა, როგორ ცემდა, აწამებდა და აუპატიურებდა თავის მონებს. ალბათ იფიქრებ, რომ ბოლოს დაიჭირეს, დასაჯეს ან ამ მაგდაგვარი, მაგრამ რეალურად არავის არ ადარდებდა, 7 ცხოვრებით იცხოვრა და გარდაცვალების შემდეგ დიდი პატივით დაკრძალეს. ბატონყმა გაუქმდა, ისევე როგორც მონებით ვაჭრობა. მონობა აკრძალულია მთელს მსოფლიოში, მაგრამ ამის მიუხედავად მსოფლიოში 50 მილიონამდე ადამიანს უწევს გარკვეული მონობის პირობებში ცხოვრება. 28 მილიონამდე ადამიანი იძულებით შრომას ასრულებს, 22 მილიონამდე ადამიანი კი იძულებით ქორწინებაშია. ეს ციფრები ყველაზე დიდია, რაც კი კაცობრიობის ისტორიაში ყოფილა. და ალბათ გაგიჩნდებათ ლოგიკური კითხვა, თუ მთელ მსოფლიოში აკრძალულია მონობა, მაშინ როგორ შეიძლება ყველაზე მეტი მონობა ახლა გქონდეს. მაგრამ ყველაფერი მარტივად არის. ჩვენც ძალიან გავიზარდეთ რაოდენობაში, მაგრამ თუ პროცენტულ თანაფარდობაში გადმოვიტანთ, მაშინ აღმოჩნდება, რომ ყველაზე დაბალი პროცენტი არის მონობის მაჩვენებლის ისტორიის მანძილზე. თუმცა მოტყუებით დღესაც ხდება ხალხი ტრაფიკინგის მსხვერპლი. აი მაგალითად, შენთვის ტელეფონს სკროლავ და უწევ აწყდები განცხადებას, რომ უცხოეთში დასაქმების შესაძლებლობაა. პირდებიან კარგ ხელფასს, გეუბნებიან, რომ დაგიფინანსებენ გზავრებას, შემდეგ გიყიდიან ბილეთს, ჩახვალ, გეუბნებიან, რომ პასპორტი უნდა მისცე უსაფრთხოების მიზნით ან დასარეგისტრირებლად. რა თქმა უნდა, პასპორტს უკან არ იბრუნებენ, გეუბნებიან, რომ გზავრობის საფასური უნდა ანაზღაურო, მიყავ ხარ უცნობ ლოკაციაზე, ტელეფონიც არ გაქვს, ან მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ხარ და გიწევს მუშაობა კაპიკებზე. მოკლედ უკვე ხვდებით, რომ ადამიანის ფულში შეფასება შესაძლებელია. ყოველ შემთხვევაში 100 წლის წინ ან კრიმინალურ სტრუქტურებში დღესაც. კაი, ხარ პატიოსანი მოქალაქე, მუშაობ, გადასახადებს იხდი და წყნარი ცხოვრებით ცხოვრობ. საქართველოში საშუალო ხელფასი არის 2200 ლარი. წელიწადში 26400 ლარი გამოდის. თუ მუშაობის 50 წელზე გადავამრავლებ, 1,320,000 მივიღებთ, მაგრამ ეგ ბევრია თუ ცოტა. შეგიძლია ერთი ძალიან მაგარი სახლი იყიდო, ან ფერარი, მაგრამ სხვა მოთხოვნილებებიც ხო გვაქვს, მაგალითად, ტანსაცმელი, კვება, მოგზაურობა, ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ტელეფონის გამოცვლა, ანუ ძალიან ცოტა. და აქედან გადასახადების ფული რამდენია? მარტო კომუნალურები უნდა გადავიხადოთ? რა თქმა უნდა, არა. ჩვენი გადასახადები მხოლოდ კომუნალურებს არ მოიცავს, ასევე დამსაქმებელი გვაჭრის 2% საპენსიოს, 20% საშემოსავლოს, ასევე არ უნდა გავიწყდეს 18% DGG, რომელიც ყველა პროდუქტს თან ართავს და აქციზები. მოკლედ საბოლოო ჯამში საქართველოში 40%-ს მაინც უხდის ადამიანის სახელმწიფოს. 1,320,000-ის 40% 528,000-ია. ამდენი ღირს ერთი საშუალო სტატისტიკური ადამიანის სიცოცხლე საქართველოში. ასე რომ სახელმწიფოსთვის ჯანდაცვის და განათლების დაფინანსება საკმაოდ მომგებიანი ინვესტიციაა. თუმცა სულ რომ არ მუშაობდე, მაინც ძალიან ძვირად ღირებული ხარ. ოღონდ შიგნიდან. ალბათ ხშირად გაგიგია ხუმრობა თირკმლის გაყიდვაზე, რომ აი რაღაცა ძალიან ძვირი როცა ღირს, თირკმელს გავყიდი, რომ ეს რაღაცა ვიყიდო. და შემთხვევით არ არის ეგ ხუმრობა, რადგან რეალურად მომხდარა მსგავსი შემთხვევები. მაგალითად 2011 წელს 17 წლის მოზარდმა ჩინეთში გაყიდა თავისი ცალი თირკმელი იმისთვის რომ iPhone 4 და iPad 2 ეყიდა.
რაშიც $3,000 გადაუხადეს და დამიჯერეთ საერთოდ არ არის საკმარისი, რადგან სამუდამოდ ჯანმრთელობას დაემშვიდობა. შენი ორგანოები ძალიან ძვირი ღირს. ისეთ რაღაციდან დავიწყოთ, რაც ისევ ამოგივა. თმების ღირებულება 50 ლარიდან $3,500 ლარამდე შეიძლება მერყეობდეს. სიგრძის მიხედვით. ქერათმათ უგაქვთ შედარებით უფრო მეც გადაგიხდიან, რადგან უფრო იშვიათია. რაც შეეხება ორგანოებს, აქ ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ საქართველოში ორგანოებით ვაჭრობა აკრძალულია. მაგრამ შავ ბაზარზე თქვენს თირკმელებში გადაგიხდიან $150,000. თუ შედარებით არაჯანსაღი ფილტვები გაქვთ, მაგალითად თუ მწეველი ხართ, ბევრად უფრო ნაკლებს. გულში 100-დან $250,000-მდე გადაგიხდიან. ვითრში და თირკმელებში ორივეზე 150-150,000 გადაგიხდიან. ასევე შეგიძლია გაყიდოთ თვალის რქოვანა $10,000. საბოლოო ჯამში ჩვენს სხეულს, ორგანოებს, ძვლებს, ყველაფერს თუ ერთიანად შევაფასებთ, გამოვა რომ ადამიანის ჯამური ღირებულება რამოდენიმე მილიონამდეა. სხვა შორის თქვენი ტვინი არავის არ სჭირდება, რადგან რომც ამოგაჭრან ვერავის ვერ ჩააკერებენ, ამიტომ არანაირი ფასეულობა არ აქვს. ეხლა წარმოიდგინე მოწყობილობა, რომელიც ქვეყნის მშპ-ს აორმაგებს. ოღონდ სამაგიეროდ ყოველდღურად 3,000 ადამიანი მოკვდება. დათანხმდებოდით თუ არა მსგავსი მოწყობილობის გამოყენებას? და რომ გითხრათ რომ ყველა ქვეყანა დათანხმდა, საუბარია ავტომობილებზე. ავტომობილი სასარგებლოსთან ერთად ძალიან საშიში გამოგონებაა და წელიწადში 1,200,000 ადამიანი იწირება. ეს ციფრი დაახლოებით იგივეა, რაც კვიპროსის მოსახლეობის რაოდენობა. სარგებელი ძალიან კარგია, მაგრამ როგორ უნდა შევამციროთ სიკვდილის რისკები? 1974 წელს ნავთობის კრიზისის დროს ამერიკაში გადაწყვიტეს, რომ დაეწესებინათ საგზაო ლიმიტი 55 მილი საათში და დაეზოგათ ბენზინი. ერთ წელიწადში საგზაო შემთხვევებით სიკვდილიანობა 16%-ით დაიკლო. ეკონომიკაც გამოცოცხლდა და ყველა ბედნიერი იყო. თუმცა გავიდა რაღაც პერიოდი, ბენზინი ისევ გაიაფდა, ეკონომიკაც უფრო დამოკიდებული გახდა სწრაფ ტრანსპორტირებაზე და ლოჯისტიკაზე და შესაბამისად ისევ დაიწყეს ამ სიჩქარის ლიმიტის გაზრდა. საბოლოო ჯამში 95 წელს საერთოდ გააუქმეს. მოგვიანებით გამოთვალეს და გამოვიდა, რომ ლიმიტის ყოველ გაზრდილ 5 მილზე სიკვდილიანობა 8.5%-ით იზრდებოდა, მაგრამ პარალელურად საზოგადოება უამრავ დროს იგებდა წელიწადში. გამოდის, რომ სახელმწიფომ ადამიანის სიცოცხლეები გადაცვალა საათებში. თუ გამოთვლით, გამოვა, რომ ყოველი სიკვდილი უდრიდა 125,000 დაზოგილ საათს. რა გამოვიდა? რას უდრის ადამიანის სიცოცხლე? ზოგისთვის გადასახადებს, ზოგისთვის რესურსს, ზოგისთვის უბრალოდ ციფრებს, მაგრამ იქნებ ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია რომ დააწესოს თუ რა ღირს შენი სიცოცხლე, თავად შენ ხარ. მადლობა ყურადღებისთვის, დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და მომავალ შეხვედრამდე.